მოგესალმებით, როგორ ხართ? ყავა მოვიდუღე და ჩამოვჭიქის შვიდად სიწყნარეში, მეთქი ბარემ ჩავრთო. დღეს რაღაცნაირი თოვლიანი ამინდი გქონდა, ციო და ყინავდა. საკმაოდ. რაღაც ისეთი რა ღუნღულა, რომ უნდა იწვე და არ უნდა ადგე, ეგეთი ამინდი იყო და ამ მშობლების ჩატში დიდი რომ ტრიალი გქონდა. გავუშვათ ბავშვები თუ არ გავუშვათ და ამასობაში ჩვენ ხო მეორე სმენის ხალხი ვართ. კი გამოვიდა ამინდი მშვენიერი, ხო და ნამოსმა აღარ გაგვიჭრა და თითქმის შეთანხმებულები ვიყავით, რომ არავინ არ ვუშვებდით. მოკლედ გავუშვი ბავშვი, ჩავაბარეთ მასწავლებელს უბრალოდ. ახლა მოვედი. ყავა არ დამილევია, პირველი ფინჯანია. სხვათა შორის რაღაცა ბევრ ყავას უსვამ ამ ბოლოს, ძალიან კი მიყვარს ყავა. ყავის დივარ, ასე ვთქვათ. ჩაი მხოლოდ ზამთარში, იშვიათად. მაგრამ ყავა ძალიან მეყვარს, მაგრამ არის ხოლმე პერიოდები რა რაღაცა ზომაზე მეტოს რომ სვამ და არ მომწონს. მე რაღაცნაირად არ ვგრძნობ ხოლმე თავს კარგად და დღეს გადავწყვიტე რომ ერთზე არა, ამის გარდა კიდევ ერთს დავლებ. სულ ორ ფინჯანს მეც აღარ დავლებ არავითარ შემთხვევაში. ბუბჩიკ. სიზმარში ტირის ბუბუ. თუ ფსლუკუნებ თუ რა შვები გოგო? მე სიზმარში ტირო და ეს ბოთე ბუბჩიკა, ბუბუს ბიჭის სახელი რატო ქვია იცი? 2 წლისაა ბუბუ. 2 წლის წინ ზუსტად ახალ წელს 1 დეკემბერს ვიყიდეთ. და ვიყიდეთ როგორც ბიჭი. TikTok-ზე ვნახეთ რომელიღაც გვერდზე, აღარ მახსოვს. ერთ-ერთ გვერდზე. გამოგვიგზავნეს ზესტაფონიდან და ბიჭი რა, ვიცით რომ ბიჭი ვიყიდეთ. დავარქვით ბიჭის სახელი, ბუბუ და კიდევ ერთს განვიხილავდით, კიდევ კარგი ის არ დავარქვით, ის უფრო რაღაც ისეთი იყო. ბუბუ კიდე კაი. ჩვენ ძეზე ბატები. ისე დარწმუნებულები ვიყავით, რომ ბიჭი იყო. ჭვიცა შეგვარვია, 2 თვის იყო ზუსტად და მე პირველად რაზე რომ წავიყვანეთ, ბაბოჩკით მყავდა. და ძალიან ბოდიშიო, მაგრამ გოგოაო. ეს სახტად დავრჩით მართლა და სახელი შერჩა რა. იმიტომ რომ უკვე შეჩვეული იყო ამ სახელს და პრინციპში ძალიან უხდება. აი სხვა სახელი ვერც წარმომიდგენია ამაზე ჩვეულები. მართლა ბუბუა, აი ყველანაირად ბუბუა. ასეთი იყო ბუბუშკას ისტორიაც. უი 10 ვართ ხალხო. დღეს მოგვემატა 2. ამ 10 ადამიანიდან 2 ჩემი შვილია, 1 ჩემი და. და მათაც და დანარჩენ 7-საც კაცნით და გეხუტებით. თან ერთი უცხო ადამიანის კომენტარიც დამხვდა წეღან. თვალები ესე გომინათ და მე ძალიან მიხარია თითოეული ერთი ესე ვიწვი 2 დღეში 10 კაცი რა ვიცი ახლა ცუდი არ არის. ჯერ ხო ვიწყებთ რავი, არც კი დაგვიწყია ფაქტიურად. სადღაც საათ ნახევარი მაქვს მაქსიმუმ. უნდა მივალაგო ცოტა. სანამ ბავშვები მოვლენ, სანამ მარტო ვარ, უცებ მოვითავებ მაგამ ბავშვსაც და მე მოვაცვენცულებ ამასობაში. მე უკვე იმეთოდა მივხედა. აჭამო, გაკვეთილები, უკვე ამასობაში აქვთ გაკვეთილები, როგორ ეზარებათ, საშინელად ეზარებათ. ჩვენ თაობას ალბათ იმიტომ არ ეზარებოდა, რომ რავი არაფერი სხვა არ იყო, ალბათ არ ვიცი, უკვე ვეღარ ხვდები ხოლმე რა ვიფიქრო. გაჯეტები კი არა, დენი არ გქონდა და ერთადერთი ინფორმაციის მიღების წყაროც და აბსოლუტურად ყველაფერი ალბათ იყო, გაკვეთილები, წიგნები და რა ვიცი, კლას გარეშე. საკითხავი 1000 რამ და ჯობია რომ წამოვხდე, აღარ ვიზოზინო და მოვასწრო. დავიწყე ჩემი საქმე, შევუდექი აქტიურად მოვაშორე ბალიშები, გადასაფარებელი რომ მინდოდა სველი წესით გამეწმინდა დივანი, წყლის წვეთია თუ რა, აი ყველაფერი ზედეტყობა და აი ამ ხელთათმანი კარგად ვწმენთ ხოლმე, ერთჯერადად ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ასუფთავებს და იღებს ზედმეტ ლაქებს. მე ცოტა გამოვაჩოჩე დივანი და ბავშვების დადებული, დალაგებული ჩხირები ვიპოვე. მეტყობა კიდეც რომ რაღაცას გადავყევი და ჩავაკვდი იქ. გადაღებული არ მაქვს და ცოცხით გამოვიტანე იქ ყველაფერი, მაგრამ რაღაც ნამცეცები დარჩა და რაღაც ცოტა ხანში გამოჩნდება მთავარი მტვერსასრუტი ცოცხალი მოსიარულე, ჩემი ბუბჩიკა შემოვა შემოურბენს. მეცინება მოკლედ ესეთი მათხოვარია გეგონება მშიერი ყავს დაბმული. ზოგადად როდესაც დალაგებას ვიწყებ, მერიდება ხოლმე ან სადაც მე მოძრაობ, იქ არ არის, იმიტომ რომ ვერიტანს მტვერსასრუტის ხმას. ვერიტანს კი არა ეშინია და იმალება ხოლმე გადის სხვა ოთახში. აქაც წინასწარ უკვე გაქცეულია.
აქ წავუცეკვე, ხომ იცით დალაგების დროს განსაკუთრებით კარგი მოტივატორი არის მუსიკა, ხმამაღალი მუსიკა. აქ არ ჩანს, მაგრამ პარალელურად ბავშვების ოთახის და შემოსასვლელის იატაკიც მოვასუფთავე. მე გავიტანე აივანზე, რომ უნდა გავწმინდო და გავრეცხო მტვერს სასრუტის სახლში აღარ შემოვიტანე. გადავაკარი, დავაბრუნე ყველაფერი თავის ადგილზე, მოვაწეს რიგი დივანჩიკი. აქ ახლა მონტაჟის დროს დავინახე ბუბურას საყვარლად მოკალათ და უკვე როცა საფრთხე მოიშორა და იცის რომ სახლში აღარ არის და აღარ ხრიგინებს და საყვარლად ზის და როგორ მაყოლებს თვალს მეცინება ცები ბოთე გავასუფთავებ მაგიდების ზედაპირებიც მტვერი არ ვიცი ამდენი მტვერი საიდან მოდის მაგრამ ძირითადად ამ ოთახში ვართ და მტვერიც იქ არის სადაც ფეხი ხვდება ყველაზე მეტი არ არის დიდი ბინა პატარა ბინაც არ არის მაგრამ პატარა ოთახია, მაინც და მაინც დიდი ოთახი არ არის და თან სულაკ მოძრაობთ, ბავშვები სულაკ თამაშობენ. ნელ-ნელა დასასრულს ვუახლოვდები. გავდივარ ბოლოსკენ, ამ კომოდის მინები იმდენჯერ ჩაამტრიეს ბავშვებმა ბურთით თამაშის დროს, რომ შევეშვით უკვე და აღარ ჩავსვით. და არ აქვს მინები შესაბამისად ძალიან სწრაფად იმტვერება. შიგნით კი არაფერი არ მიდევს ისეთი, რაც ყოველდღიურად მჭირდება, მაგრამ წმენდა წამდაუწვომ სჭირდება და ყოველდღე. არა, დილასაღამოსაც არ აწყეს, მაგრამ ყოველდღე აუცილებლად სჭირდება. დალაგება დავიწყე ზუსტად 4 საათზე და 5 საათამდე მაქვს დრო. 5 საათზე უკვე უნდა გავედი აქ უკვე ტელევიზორი გამოვრთე, რომ მაინც სველი ქსოვილით წმენდდი და მე გავთიში ახლა სიფრთხილეს თავი არ სდგიო. რა ძალა მათგას. აქ უკვე ცოტა დრო მქონდა დარჩენილი და ავაჩქარე მაქსიმალურად. ვცდილობდი რომ მომესწრო და დროში ვიწურებოდი ეშკარად. მუსიკაც დავაბრუნე სტუდიაში. შედარებით უფრო ისეთი რა, ნეიტრალური რაღაც საახალწლო. განწყობა ისევ დატოვებული მაქვს ყველაფერი. არაფერი არ ამილაგებია აბსოლუტურად და არც ვაპირებ კარგ ხნის მანძილზე, სანამ ყელში არ მომივიდა და ზუსტად ვიცი რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მომბეზრდება. ბარემ კარებსაც შემოვურბინე, ფანჯარას უფრო სწორად და სახელური ხომ აქვს ამ კარებს. აი ფანჯარასაც ერჩიან ვერ ხვდები ან როგორ ახერხებენ რომ მათივე თითი ზედ აქვს ხოლმე და სახელურს რატო აიგნორებენ. ბოლოს ის ჩარჩოც გავწმინდე და პლასველი ხელს ახოცით და გადავედი უკვე მოწმენდაზე იატაკის. ძირს სათამაშოს რაღაც ნაწილი ვიპოვე და ასეთი ჩვევა მაქვს დალაგების დროს რაც ზედმეტი მხდება ყველაფერს ვილაგები ჯიბეში და მან მეცინება კიდეც და აბა ვინ თქვა ვერ მოასწრებსო. საათს დააკვირდით 45 წუთში მზად მქონდა უკვე ყველაფერი. წავედი მე ბავშვთან დასახვედრად, თქვენ კი ვინც ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, ბარემ არხიც გამოიწერეთ.